ანეკდოტებს არ ვაწვევი, მაგრამ ერთი ანეკდოტი მომეწონა ძალიან ეშმაკზე და მეგრელზე რა. და მინდა რომ მოგიყვეთ. შეიძლება გაბაზრებულიც არის, მაგრამ მე ანუ ძალიან მომწონს რა და მოგიყვებით. ესე იგი რა ხდება რა? ჯოჯოხეთში ეშმაკი ქვაბის თავთან დგას და ესე ურევს რა, ხარშავს რაღაცას და ხალხია შიგნით რა, ბევრი ძალიან. და ერთი მეგრელია, ხან იქით კუთხეში დაეტაკება ქვაბს, ხან აქეთ კუთხეში და კაროჩი მაგრამ მოძრაობს რა და ეშმაკს დაევასება და ეს მეგრელი და მოდი ამას არ მოკლაო რა. არ ვაწამებ უბრალოდ და მეგრელს ეტყვისო, ცოტა ხანიო გავდივარო და მოდიო შემენაცვლეო რა, მოურიეო ამათო რა. ბაზარი არ არისო მეგრელი, მოხდება უცბად ქვაბიდან რაღაცა და ურევს რა ამ ქვაბს. და ერთი თავისი სოფლელი გაიჭითება მეგრელი და ბიჭო, მომიშვი ქვაბი და ბიჭო, შენი სოფლელი არ ვარ ასემო, ერთად გავიზარდეთ და ერთად დავიბადეთ თითქმის და კაროჩე გადახედავს ეს მეგრელი და მოდი ამას აუშვებო რა. გაუშვებს. მეორე მეგრელიც ეგრე, ბიჭო, მომიშვი შენი სისხლი და ხორცი ვარ სიმონ მეც და გამიშვი ძმურა და კაროჩე ამას დავუშვებ და ეს მეგრელები მოდიან და ებაზრებიან და უშვებს და უშვებს ესეც რა, ეს მეგრელი რა. ერთი ზანგი დაამუღამებს მეგრულს რა და ხდება რომ ყველა მეგრელს უშვებს ეს და ბოლოს ეს ზანგი მივა და ძმურად გამიშვი ძმურად მე შენი სისხლი ვარ, შენი ხორცი ვარ, ეს მეგრელი უყურებს ზემოდან და მიუჟელი ახლა ეს მიმეწვა სიმონ მაგის დედავათირებს